ოსპი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტად, რომელსაც შეუძლია ჩაანაცვლოს პური და ხორციც კი. ამიტომ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი ხშირად უნდა მივირთვათ ოსპი, მარხვაზე ხო მისწრებაა. ერთი ჭიქა წითელი ოსპი გავრეცხე და მოვათავსე ქვაბში. ცხიმად გამოვიყენე ზეთი, რახან მარხვაა, დავამატე ერთი თავი დაჭრილი ხახვი და ერთი სტაფილო, დავამატე მარილი, პილპილი გემოვნებით, პაპრიკა, ხმელი სუნელი, ხმელი ქინძი, ორიგანო, დავასხი იგივე ჭიქით 3 ჭიქა წყალი. მაქვს ამას მილilitrიანი ჭიქა. ამას უნდა დავამატოთ ასევე პომიდორი, ტომატპასტა ან უბრალოდ მოხარშული ტომატი. დავახურე და შემოვდგი ცეცხლზე. როგორც კი ადუღდა დავამატე სახში მომზადებული ტომატი. დავახუროთ სახურავი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე. უნდა მომზადდეს, სტაფილო უნდა მოიხარშოს და თვითონ ოსპიც უნდა მოიხარშოს. მალევე მზადდება და დავამატოთ საბოლოოდ დაჭრილი ქინძი ოხრახუში და 2 კბილი ნიორი. ჩვენი კერძი მზად არის. როგორც კი წამოდუხდება, გადმოვდგათ. მივირთვავთ ცხელსვე. ეს არის ძალიან ნოყიერი და დამანაყრებელი კერძი. მზადდება ასე ადვილად.